მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და რუსთავიორის ეთერში თქვენ უყურებთ ნიჭიერის განსაკუთრებულ ეპიზოდს, რომელიც მე-11 სეზონის ფინალისტებს ეძღვნება. მათ გამოიარეს ურთულესი შესარჩევი ეტაპი, გადალახეს ძლიერი კონკურენცია და დაამტკიცეს, რომ სწორედ ისინი იმსახურებენ ბრძოლას ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტულისთვის. ამ ეტაპზე 9 ფინალისტია, თუმცა დღევანდელი ეპიზოდის დასასრულს მათი რიცხვი 1-ით გაიზრდება. პროექტი დაასახელებს თავის რჩეულს მე-10 ფინალისტს, რომლის ვინაობასაც თქვენთან ერთად სულ მალე გავიგებთ. მანამდე კი მოდი ერთად გავიხსენოთ ნიჭიერის მე-11 სეზონის ნახევარფინალების ყველაზე შთამბეჭდავი ნომრები, რომლის შედეგადაც გამოვლინდნენ ჩვენი ფინალისტები. მაყურებლის გადაწყვეტილებით მისი რჩეული გახდა ანსამბლი კოშნელი ანსამბლი არგონავტები მიშკა კასრაძე პატარა გარეჯელები ჩემი ოქროს ღილაკი მარია მონტაშვილი საჩეჩელაშვილი რომელიც გადავიდა ფინალში. მეგობრებო, ეს ნიჭიერია! და პირველი კონკურსანტი, რომლის ნომერსაც წარმოგიდგენთ, გახლავთ ნიჭიერის ნამდვილი აღმოჩენა. კინის კაცი მიშკა კასრაძე. მისი ყოველი შოუ გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს. მე პირადად ყოველ ჯერზე სუნთქვაშეკრული ვუყურებ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ერთ კვირაში ის საოცრებებს დაატრიალებს ნიჭიერის ფინალში. მანამდე კი მოდით ერთად გავიხსენოთ ნომერი, რომელმაც მას ფინალის საგზური მოუტანა. საიდან ველოდო მე მიშკა კასრაძეს? რა ხდება ხა? საიდან მოდი? აი! გამოვიდა!
Sichume. Sichume. Chumato. Sichume. ბატონო? ლურსმებია? ლურსმებია, კი. ლურსმებს თავისი მუსიკა მოყვება ხოლმე. ძირითადად ეგრეა. რა უნდა? ეს იყო მიშკა კასრაძის საოცარი ნომერი. სწორედ ასეთი საოცარი და უნიკალური ნიჭის მქონე ფინალისტები ყავს ნიჭიერში. და ამჯერად უკვე წარმოგიდგენთ ბავშვებს, რომლებმაც ძალიან მოკლე დროში მოიგეს მაყურებლის გული. ნიას სტუდიო. საოცარი ნიჭისა და პროფესიონალიზმის წყალობით ნიას სტუდიო გახდა ხალხის რჩეული. და ზუსტად ერთ კვირაში ისინი უკვე ფინალში იბრძოლებენ ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტულისთვის. მოდით ერთად გავიხსენოთ მათი გამოსვლა.
აი ასეთი გამორჩეული ნომერი შემოგთავაზა ნია სტუდიომ, უნიჭიერესი ახალი თაობა გვყავს და ამის კიდევ ერთი დასტურია პატარა გარეჯელები, რომელთა ნამღერმაც დაატკბოს სრულიად საქართველო. ბავშვები საოცარი ხმით და მათი უნიჭიერესი სოლისტი საბა, რომლის ხმის გაგონებაზეც ყოველ ჯერზე ჟრუანტელი მივლის. მოდით ერთად გავიხსენოთ მათი გამოსვლა ნახევარფინალში. პატარა გარეჯელების ძალიან მაგარი გამოსვლა, ნამდვილად ღირსეული ფინალისტები ყავს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული ნიჭის ადამიანები. მონაწილე, რომლის ნომერსაც ახლა ვიხილავთ, ჯერ მხოლოდ 7 წლისაა, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ნამდვილი ვარსკვლავია და თანაც როკ ვარსკვლავი. ალბათ უკვე ყველანი მიხვდით, რომ ეს არის ნუცა საჩეჩელაშვილი, ნიჭიერის ნამდვილი აღმოჩენა გოგონა საოცარი ხმით. მოდით ერთად ვნახოთ ნუცას ნომერი, რომლითაც ის მოხვდა ფინალში. To make it
ასეთი საოცარი პატარა ნუცა ყავს ფინალში. ახლა კი წარმოგიდგენთ კაცს, რომლის შესაძლებლობებიც უსასყროა. ხელბაჩაურელი ჰალკი, იასონ ქამაშიძე. ნახევარფინალში მან წარმოუდგენელი შოუ გვაჩვენა, გაწია მატარებლის 7 ვაგონი, რომელიც იწონიდა არც მეტი, არც ნაკლები 159 ტონას. მოდით ერთად ვნახოთ ეს უნიკალური ნომერი, რომლის წყალობითაც იასონ ქამაშიძე გახდა მაყურებლის რჩეული და მოიპოვა ფინალის საგზური. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ხორკია და ჩვენ ვიმყოფებით თბილისის სადგურის მიმდებარე სავაგონო დეპოს ტერიტორიაზე, სადაც დღეს დაფიქსირდება უნიკალური შედეგი. საერთოდ პროექტ ნიჭიერის მონაწილეების შესაძლებლობებს რომ საზღვრები არ გააჩნიეს, ყველამ კარგად ვიცით და ერთ-ერთი ასეთი ადამიანი დგას დღეს ჩემს გვერდით, ეს გახლავთ ნიჭიერის ნახევარფინალისტი იასონ ქამაშიძე. მე მინდა მოგილოცოთ ნახევარფინალში გადმოსვლა და ამ ადამიანმა ერთხელ უკვე მოახერხა ჟიურის წევრების გაკვირვება რითი? იმით რომ ორი ერთმანეთზე გადაბმული ავტობუსი დაძრა ადგილიდან გაწია საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, დიდ მანძილზე და მინდა გითხრათ რომ მან გადაწყვიტა საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება. და ეს იქნება საოცარი გაუმჯობესება, იმიტომ რომ დღევანდელი მისი ტვირთის წონა გახლავთ 159 ტონა. ეს არის 7 ერთმანეთზე ჩაბმული მატარებლის ვაგონი. ეს იქნება საოცარი სანახაობა, რა თქმა უნდა. ჩვენი უსაფრთხოებისთვის ჩვენთან ერთად არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც და მოდით გადავიდეთ იასონთან. იასონ, მზად ხარ? მზად ვარ, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. მე მზად ვარ, რომ 7 ვაგონი 159 ტონა და ჩემი რეკორდი გამაუმჯობესო ამ ტონაჟობით. მე მინდა გისურვო წარმატება და რაც თავარია, დღეს შენთან ერთად არიან შენი გულშემატკივრებიც. შენი შვილები, ალისელი, მოდით აქ. მოდით. აი ეს ორი პატარა ალი და სელიმი გახლავთ იასონის შვილები და ისინი დღეს მას გულშემატკივრებენ. მე მინდა კიდევ ერთხელ გისურვო წარმატება და ბავშვებო, მოდით შენთან ერთად ვინერვიულოთ. ახლა მამა ეზადება ახლა წონის გასაცემად. რაც არის ძალიან ჯერ როგორ გონია გაწევს? აუცილებლად კაცო. ამას შეძლებს. მოდი, აუ მაშინ ორივე ალისელი მაგრა გამხნევეთ კიდევ ერთხელ. მამა იმისთვის რომ მაგარი შედეგი დადოს. იასონის გულშემატკივარი, მაგრამ ავარი ორი გულშემატკივარი მაინც არ დგას და მეც ვარ მათთან ერთად, ასე რომ ერთად ვიყუროთ იასონის. ასე ყურადღება ყველას. უბრალოდ იასონი და იასონ 3 2 1 წავიდა. უძლებელი უგასაკეთო ამ ადამიანს.
როგორც ხედავთ, იასონ ქამაშიძემ ხელვაჩაურიდან მოახერხა 7 ვაგონის გაწევა. ეს ყველაფერი ერთ-ერთი იყო 159 ტონა. იასონ, ბრავო, გილოცავ. ეს არის ძალის ნების ოფის და ყველაფრის ერთად დემონსტრირება და ეს არის პირველ რიგში ალბათ საკუთარ თავზე გამარჯვებაც, ხო? მადლობა ჩემ გუნდს შემადგენლებს. ამოისმენთ კარგად. ასეთი რაღაცები ხდება მხოლოდ ნიჭიერში, როგორც იცით, ნიჭიერის მონაწილეების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ასე რომ დღეს კიდევ ერთხელ იყო ამ ყველაფრის დემონსტრაცია. იასონ ქამაშიძე ხელვაჩაურიდან. ნამდვილად წარმოუდგენელი შესაძლებლობები გვაჩვენა იასონ ქამაშიძემ, სხვათა შორის წესით არ უნდა ვამბობდე, მაგრამ როგორც გავიგე, ფინალში იასონი შეეცდება გაწიოს არც მეტი, არც ნაკლები გეიმი. აი ასეთი საოცარი ნომრები გველოდება ნიჭიერის ფინალში. ახლა კი მაღალმთიანი აჭარიდან უნდა გადავინაცვლოთ კოლხეთის დაბლობზე. ამ ულამაზესმა კოლხმა გოგონებმა მალევე მოიპოვეს როგორც ჯიურის, ისე მაყურებლის დიდი სიმპათია. საოცარი სინქრონულობა, დახვეწილი პლასტიკა და უნიკალური ქორეოგრაფია მათ ყოველ ნომერს გამორჩეულს ხდის. მოდით ერთად გავიხსენოთ ნომერი, რომელმაც ანსამბლ არგონავტებს გზა გაუხსნა ფინალისკენ. ასეთი საოცარი კოლხი გოგონები ყავს ნიჭიერის ფინალში. ახლა კი კიდევ ერთ გოგონაზე უნდა მოგიყვეთ, მისი ისტორია ნიჭიერში სრულიად სპონტანურად დაიწყო. კასტინგზე მეგობრის საგულშემატკივრად მოსული მარიამ მოსეშვილი დღეს უკვე ნიჭიერის ფინალშია და ის გამარჯვებისთვის იბრძვის. მოდით ერთად გავიხსენოთ ჯაზის დედოფლის საოცარი გამოსვლა ნახევარ ფინალში. მარიამ მოსეშვილი.
The sun is shining, come on, get happy. The Lord is waiting to take your hand. Sing hallelujah, come on, get happy. God right before the judgment day. We're heading across the river. Wash your sins away inside. It's all so peaceful on the other side. Forget the troubles and just get happy. You better chance all your cares away. So hallelujah, come on, get happy. Get ready for the judgment day. We're heading across the river. Wash your sins away in a time. It's all so peaceful on the other side. Forget your troubles and just get happy. You better chase all your cares away. Shout hallelujah, come on, get happy. Hallelujah, hallelujah. Get ready for the judgment day. ნამდვილად ჯაზის დედოფალია მარია მოსეშვილი. ახლა კი სვანეთში უნდა გამოგზაუროთ. შესარჩევ ეტაპზე მათი ნომერი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მარიამმა ოქროს ღილაკი გამოიყენა. უკვე ნახევარფინალში მათ მოიპოვეს არა მხოლოდ ჯიურის, არამედ მაყურებლის მხარდაჭერაც. ისინი გახდნენ ხმის ლიდერები და უკვე მზად არიან, რომ საქართველოს ისტორია და ტრადიციები კიდევ ერთხელ გააცოცხლონ ნიჭიერის სცენაზე. ანსამბლი ნესკრა. ამაროღი ჰო
ნენსკრამ ნამდვილად ღირსეულად წარადგინა სვანეთი, ახლა კი მოდით საგარეჯოში გადავინაცვლოთ. დასაწყისში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ 14 წლის გოგონას ამხელა ძალა, გამბედაობა და საოცარი ხმა აღმოაჩნდებოდა. დღეს ნინი ორკოშნელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ნიჭიერის ნამდვილი აღმოჩენა. ეს არის გოგონა, რომელიც თელმა საქართველომ გაიცნო და შეიყვარა. ნახევარფინალში კი ნინი გახდა ჟიურის რჩეული. მოდით ერთად გავიხსენოთ ნომერი, რომელმაც მას ფინალის საგზური მომტარა. ახლა ნინი ორკოშნელის საოცარი და ძალიან ემოციური გამოსვლა ვიხილეთ. ნიჭიერის 9 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია და ვინ გახდება მეათე. მის ვინაობას ნიჭიერის და რუსთავიორის ერთგული მაყურებელი სწორედ ახლა გაიგებს. მოვედი მე ნიჭიერის ერთ-ერთ კონკურსანტთან, მართალია თქვენ ჯერ არ იცით, ვინ არის ნიჭიერის მეათე ფინალისტი, მაგრამ მე ვიცი უკვე მისი ვინაობა. ხელში ახლა მაქვს საგზური ფინალისკენ, რომელსაც მას აუცილებლად გადავწევ, ის ახლა სარეპეტიციოშია, წარმოდგენა არ აქვს, რომ სულ მალე ეს საგზური გახდება მისი, ამიტომ წავიდეთ და ერთად გავახაროთ ახლა ეს. რა კარგად გამოიყურე. არა, რასა მოფირიცა? როგორ ხარ პირველ რიგში? აუ, არ ვიცი, გადასარევად მართლა. ნიჭიერის გარეშე როგორ ხარ? მაკლია, ძალიან მაკლია რა, მართლა, არ ვიცი, მომენატრა ძალიან რა, იმიტომ რომ აი ხალხს რომ ღერი უბედნიერესი ვარ. ნიჭიერსაც მოენატრა პირველ რიგში, ეს უნდა გითხრა, როგორ ფიქრობ, აი რა შეიძლება იყოს მიზეზი? რატომ ვარ ეხა მე აქ შენი აზრით?
არ ვიცი, ბევრი რამ. აბა ჩამოთვალე და თუ მოარხავგეთ. ნიჭიერის ამბავი თუა ფინანს უკავშირდება? არ ვიცი, მოდი ნახოთ კიდე ერთად. ნახოთ. მოატრიალა. რასიცა? გადავე. დავით. მეათე ფინალისტი ხარ. ბედნერო მაგარია გიოცა. ძალიან დიდი მადლობა, ნიჭიერს უღრმესი მადლობა. ფინალში შევხვდები. მიყვარს, ამიტომ მიყვარს ნიჭიერი, ესე ახარებს მის კონკურსანტებს, გელოდებით ამჯერად უკვე ფინალში და შენ იქნები მეათე კონკურსანტი, რაც იმას ნიშნავს, რომ იბრძოლებ კონკურსანტებთან და ფინალისტებთან ერთად ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ტიტულისთვის. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ნიჭიერს. შევხვდებით ფინალში. შევხვდებით ფინალში. გილოცავთ. ცოტნე ბარბაკაძეს კიდევ ერთხელ ვილოცავთ ნიჭიერის ფინალის საგზურს. მაშ ასე ნიჭიერის მე-11 სეზონის 10-ვე ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ჩვენ კი ერთმანეთს მომდევნო სამშაბათს ნიჭიერის გრანდიოზულ ფინალში შევხვდებით. დროებით!